აი მე რა სხვა შაშინელება მოკლედ აქ მოსული ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის გამოსაყდად, რომ გვეჩვენებია იმ დასახიჩრებული აი დალეწილი ბავშვების ადამიანების ფოტოები, რომელზეც ძალადობს რუსული ხელისუფლება ახლა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იგივე ხდება ადგილზეც, იგივე ძალადობა აი გავეშებულები რო არიან, რა ვიცი, პოლიცია, მილიცია უკაცრავად მთელი დაცვის მობილიზება ქონდათ იმისთვის, რომ თურმე მერს და საკრებულოს წევრებს არ ენახათ ეს დასახიჩრებული ფოტოები. რეჟიმი გადავიდა ძალადობის არნახულ, ასე ვთქვათ, მეთოდებზე და ესენი დემონსტრირებენ ამ ძალადობას. თუ ადრე ძალადობდნენ ქუჩაში მილიციელები და ეს რა ვიცი რა დავარქვა ეს ზონდერ ჯგუფები თუ ქუჩაში ძალადობდნენ და სემდნენ ადამიანებს, ახლა ეს ძალადობა გადმოიტანეს საკრებულოს შენობაში, ადმინისტრაციულ შენობებში იმისთვის, რომ საჩვენებელი სადამსჯელო ღონისძიებები მოაწყონ და ფოტოები გვინდოდა მიგვეტანა საკრებულოს ხომაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარი თავისთვის ხელფასები მოემატებინა დღეს და ხელფასებს კი არ უნდა იმატებონ. დღეს ყველა ქალის, კაცის, დიდის, პატარას უნდა იდგეს მხოლოდ ერთი ამოცანის წინაშე ახალი რიგარეში არჩევნები და გათავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. ანუ ბიუჯეტის დამტკიცება, სადაც მიმდინარეობს ეხლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ხელფასს იზდიან მაღალჩინოსნები, გავუაპროტესტეთ იმ დაშავებული ახალგაზრდების, ჟურნალისტების, თქვენი კოლეგების ფოტოებით, რაზეც გაღიზიანება წავიდა ქართული ოცნება, მოიტანეს ხარებას ფოტო და გვემტკიცებდნენ, რომ ეს არის ჩვენი სახე და მოხდა დაძაბულობა, გაუსწორდნენ ოპერატორებს ფიზიკურად და საკრებულოს დეპუტატებს.